ფსიქოლოგიაზე მინდა ჩავარება და ვთქვი რომ ძალიან საინტერესო პროფესია არის და ანუ სულ საჭირო იქნება ეს პროფესია. მე-9 კლასიდან მინდოდა ფსიქოლოგიაზე ჩავარება, მე მქონდა სხვა იდეებიც, მაგრამ ფსიქოლოგია ვარჩიე მეც. გრაფიკულ დიზაინს ვავარებ სამხატვროში. რაღაცნაირად ჩემთვის არის ძალიან კაი პროფესია და სამომავლოდ პერსპექტიულია სავარაუდოდ საქართველოშიც და საქართველოს გარეთაც. იურიდიულზე ვფიქრობ, მაგრამ თან ენებს საერთაშორისო ენებზეც მინდა ჩავარება და არც. სისხლის სამართალზე მინდა, იმიტომ რომ მაინტერესებს ეს გამოძიებები და რაღაცები. და ენებზე პროსტა მომწონს, ანუ ბევრ ენაზე ვლაპარაკობს ხალხი და მაგიტომ. სამედიცინო, რეაბილიტაცია, სამასაჟისტო. ბავშვობიდან შემაყვარა ეგ საქმე ჩემმა მამიდაშვილმა და მაქედან მოყოლებული მომწონს. ზუსტად არ ვიცი, არ მაქვს გადაწყვეტილი, მაინც ჯერ მე-11 კლასელი ვარ. აი ბიზნესი და ციფრული მარკეტინგი რაღაცნაირად ცოტა ახლოს არის ერთმანეთთან და ციფრული მარკეტინგი კიდევ უფრო რეკლამირება და ასე შემდეგ და რაღაცნაირად მომწონს ეგ სფერო. მე გადავწყვიტე ბიზნესზე ჩავარება, უფრო მენეჯმენტის მხრით. პატარობიდან გამომდის უფრო ასეთი მენეჯმენტური და კრეატიული საქმეების ჩამოყალიბება, პროექტების გაკეთება. და რა ვიცი, ჩემი აზრით, ყველაზე მეტად ეს საქმე გამომივიდოდა. მაინც ისე არის, რომ დარწმუნებული არ ხარ, რომ 100%-ით ეს გამოგივა თუ არა და მაინც შენია თუ არა, იმიტომ რომ მაინც რა შეხება უნდა მქონდეს ახლა ბიზნესის გაკეთებასთან ასეთ პატარა ასაკში, მაგრამ რა ვიცი, ასე მგონია ჩემი გული რადგან დევს ამ საქმეში გამოვა. სამართალზე ვაბარებ, კონკრეტულად არ მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ გამომდინარე რაღაცა ფილმები, კიდე რაღაც სერიალები არ ვიცი მოკლედ და რაღაცა ცხოვრებაში იყო ეგეთი მომენტები, რომ რაღაცა სამართალმასთან მქონდა საქმე რა და ჩემი აზრით, ყველაზე კარგად ეგ გამომივა, ესე ვფიქრობ. აგრონომიულზე. ჭირდება ქვეყანა.